კისრის არეში ტკივილი და დაძაბულობის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა, თავის ტკივილი და შაკიკი, გადაცემითი ტკივილი მხრების არეში, არასწორი თამტკბილვა და სახეზე ასიმეტრია, მხრების და მენჯის არასწორი დგომა. ბევრმა არ იცის, რომ ამ ჩივილების ყველაზე ხშირი მიზეზი არის კისრის პირველი მალის ატლასის გადანაცვლება სხეულის ცენტრალური ღერძიდან, რაც ძირითადად დაბადებისას მიღებული ანუ სამშობიარო ტრავმის ან რაიმე ძლიერი ტრავმის, მაგალითად ავტოავარიის, დაცემის, ვარდნის შედეგია. კისრის პირველი მალის არასწორი პოზიცია იწვევს სხეულის სიმეტრიის და ბალანსის დარღვევას, რაც კისრის და წელის კუნთების დაძაბულობის და ტკივილის მიზეზი ხდება. ატლასის არასწორი მდებარეობა ასევე ხელს უწყობს ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ხერხემლის გამრუდება, ოსტეოქონდროზი, მალთოშუა დისკის პროტრუზია და თიაქარი. როგორ უნდა მიხვდე, არის თუ არა შენი პირველი მალა გადანაცვლებული. ამის დადგენა ძალიან მარტივია. გადეკი სარკის წინ და დააკვირდი. თუ გაქვს სახის, მხრების ან მენჯის ასიმეტრია, თავი გიჭირავს არასწორად, გაქვს დარღვეული თამტკბილვა, ამ ყველაფერს თან ახლავს თავის კისრის ან წელის ტკივილი, ესე იგი შენ დიდი ალბათობით გესაჭიროება ატლას პროფილაქს პროცედურა, ანუ კისრის პირველი მალის კორექცია. ეს შესაძლებელია მარტივი, ერთჯერადი ვიბრომასაჟის პროცედურით. პროცედურა არის უსაფრთხო, დაპატენტებულია შვეიცარიაში და წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როგორც ატლასის კორექციის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი. ატლასის კორექციის შემდეგ სასურველია ჩაიტაროთ სარეაბილიტაციო მასაჟის 10 დღიანი კურსი. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი, შვეიცარიის ატლას პროფილაქს აკადემიაში დიპლომირებული ერთადერთი ატლას სპეციალისტი საქართველოში. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარეთ ათასობით ადამიანს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში. კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.